სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და შემდეგი კითხვა ესეთია. ჩვენი სულების ხსნაში რატომ არის ყველაზე მთავარი რწმენა? და კითხვა სვავს პიროვნება, რომლის სახელი ჩვენ არ ვიცით აუდიტორიდან. ჩემი შეკითხვაა, ღმერთმა ჩვენი სულების ხსნა რწმენის საფუძველზე, იმიტომ დააფუძნა, რომ ადამმა და ევამ ურწმუნოება გამოიჩინეს? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ანუ თქვენ კითხულობთ, დაადგინა თუ არა ღმერთმა ხსნა რწმენის საფუძველზე ადამიანსა და ევას ურწმუნოების გამო? არა, მე ასე არ ვფიქრობ. ახლა თქვენ რომ იცოდეთ, ეხლა შედიხართ თეოლოგიის ძალიან რთულ სფეროში, რომელიც ცნობილია როგორც ლაფსარიანიზმი. გასაგებია? არის ლაფსარიანიზმი, არის სუბლაფსარიანიზმი და არის ინფრალაფსარიანიზმი. ლაფსარიზმი. და რა ვიცი, ეს აკურთხებს თუ არა ჩვენ გულს და რას ნიშნავს ეს ძირითადად? ეს არის ის, რომ თქვენ ნამდვილად სვავთ ისეთ კითხვას, დაადგინა თუ არა ღმერთმა ხსნა იმის გამო, რაც გააკეთეს ადამა და ევა. ან დაადგინა ღმერთმა ხსნა მანამდე, სანამ ადამა და ევა რაიმე გააკეთეს? და რა დაადგინა ღმერთმა პირველად? და რა არის თანმიმდევრულად? როგორია მათი რიგი? და ამ ყველაფერზე პასუხი მე არ ვიცი. მაგრამ ზოგი ადამიანი მიაკუთვნეს თავს, რომ სუბლაფსარიულია, ზოგი ინფრალაფსარიული, ზოგიც სუპერლაფსარიანი და შემდეგ მოყვება ლაბრადორ რეტრივერი. და მე ნამდვილად არ შემიძლია გითხრათ, თუ რა გააკეთა ღმერთმა პირველად. ჯონ მაკარტურს უყვარს ხუმრობა, ხშირად ცნობილია მისი ხუმრობა. მე ვამბობ, რომ ღმერთს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ მას რეაქცია რეაქცია ადამიანების ჩადენილ საქციელზე. მე მჯერა, რომ მიზეზი იმისა, თუ რატომ მოგცა ღმერთმა ხსნა რწმენით, უბრალოდ არის ის, რომ ეს ყველაზე მეტად აამაღლებს და განადიდებს მას როგორც სუვერენულ პიროვნებას, რომ ის არაფერზე და არავისზე არ არის დამოკიდებული, რადგან ის გამორიცხავს რწმენა, ჩვენი ხსნა რწმენით გამორიცხავს ყველაფერს, რისი გაკეთება ჩვენი საკუთარი ძალებით, ჩვენი კეთილი საქმეებით, ჩვენი რაღაცა რიტუალებით, სანთლების დანთებით, ხატებით, კეთილი რაღაცა მარხულობებით შეგვიძლია. არამედ ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ რწმენით იესო ქრისტეში, რაც მან გააკეთა ჯვარზე გაკვეთით. ანუ ჩვენი ცოდვების გამოსყიდით, რომ მისი სამართლიანობა, მისი სიმართლე ჩვენ ჩაგვეთვლება, როცა ამას ჩვენ რწმენით დავიჯერებთ. ეს არის და ეს. გასაგებია? დიახ, ჯონ, გმადლობთ, გასაგებია.